ტემუს unboxing-ი. სალამი ხალხო, მოკლედ ტემუნ დღეს მომიტანა ამანათი, რომელიც რაღაც მახსოვს როზე შევუკვეთე. ასე რომ მოდი ერთად unboxing-ოთ და ვნახოთ შიგნით რეებია. და ასევე გავტესტოთ ზუსტად არის ის, რაც გამოვიწერეთ თუ არა.Agi პირველი ნივთი არის მისაკრობი ქაღალდი. ბიჭო, მე მგონი ცოტა დაკუჭულია. აუ, ეს თუ დაკუჭულია ახლა, უკვე всё, ოპა, თან გამეხა. ერთი სკოჩი რო გადააკრეს, აქ რანაირად უნდა გამოსვლა. აუ, კაი რა სიმონია. მოკლედ ასეთი რაღაც არის გამოწერილი და გადავალ სცენაში. ოთხი ლარეგე და ეს. მეგონა გადავალ იქნება რა, ეს თავი გოგოს საფეკვარების ქაღალდი. და დაკუჭულია ცოტა და რაც არის მოდი გავაკრათ მაინც და ვნახოთ როგორი იქნება. აი, გადავწყვეტე რომ კარებზე მივაკრა. საბაზონს კარებზე თქონდა რომ ეს ზოგადად ეს საფეხურების ხალხი მოკავია. ხილად მოვაზრო. ანუ ვაზრობთ მაგრამ რა ცოტა დაკუჭულია და რა ითქვას რომ ის არ არის ათასველები. ან რაც სიტუაცია ჩვენს. არ ვიცი ახალაც აუშვებს ახლა. თან ბუშები გაიგეთა. უნდა ითქვას მეგობრებო, ეს არის ნაგავი და არ გამოწეროთ ეს. იმის გამო რომ ქაღალდის არის, რა თქმა უნდა სხვა ნივთთან ერთად დაიკუჭებოდა ხელში. ახლა ვნახოთ შემდეგი ნივთი. ეს არის შვენიერი. სომაში არ მოვთხოვებათ, ხომ თავარია თუ მუშაობს და ეს მოვაშოროთ რა. რაღაც აწერია ჩინურად აქ პაჯვაო. პაჯვაო რატოაწერია? კარგი და მიგნა. შევერთოთ აბა. მუშაობს შეერთდა მეგობრებო და დღეიდან შევძლებ რომ ამით ვითამაშო გემრიელად, იმიტომ რომ აღარანაირი წინაღობა არ არის, თავისუფლად შევძლებთ აქტივით მოძრაობასაც. და ტელევიზორზე თუ შევერთებ, იქიდანაც მეყოფა მანძილი. თან გალუჩდა, ესე იგი, კარგად შევუერთდა ყველაფერს და მოკლედ მუშაობს ეს. ერთი ზუსტად ამას უხარებდა. მაგრამ ჩვენიერია, ამას პლუსი. ან ტელეფონის დასატენადაც გამოგაგებათ თუ შორს გაქვთ სათმი საწოლი. მე ამიძებ ახლა მასე მალება რა. შვენიაში ვნახავთ ეს. შემდეგი ნივთი. ეს არის უკვე განათება როგორც ხდები არა. განათება არა. აი ეს ის არის რასაც თელი სულითა და გულით ველოდებული რა და იმედია მართლა იმუშავებს. ეს არის მოგო. ერთსას რუტი. მოდი ამ ეს გადავიღოთ ზედახედიდან. არის ასე უკვე ყველაფერი ჩანს.
დაშლილად ჩამოვიდა ეს პერსასრუტი. ო! Ტრაგლიერიო. პერსასრუტი კი არა, ტურის გამდენავი. ძლიერია, მეგობრებო. მგონი ვერ დავუწინებ ვერაფერს. მაგრამ რანაირად დავაწყო, ხარ გამაგებიეთ რა. ინსტრუქშენი გვაქვს. და გქონი მარტივი თემა უნდა იყოს, აგერ ფილტრიც აქვს თავისი. ეს უნდა გავმოვრიცხოთ ხოლმე. ალბათ ამაზე უნდა უმაგროთ ეს, ხო? კი. ამას ასე უმაგრებთ. ასე. მერე ეს ასე. და აგერ თავისი ჩოთქიც აქვს. ეს რატო არის არ ვიცი რისია. ეს მართლა არ ვიცი რისი არის, მეგობრებო. ინსტრუქციას არ წერია? ой, ესე. თი გრძელი გამოვიდა. საბოლოო ჯამში. ირიცხება ეს ფილტრი ასევე და მზეზე შეგვიძლია გავაჭროთ. ну სწორად არის დამაგრებული ყველაფერი და ამის დანიშნულება რა არის არ წერია. მოვწვი მგონი ეს ფილტრის გარეშე უმკეთდება მას? არა. ფილტრის არის? ახლა უნდა იდოს. კაი, ინსტრუქციაში საერთოდ არ წერია. ზედმეტად მოყვა ალბათ რაღაცა. მოდი ახლა ამ თავს გავუკეთებ მე. იმიტომ რომ კლავიატურა მაქვს გამოსაწმენდი იმის მერე რაც ვიყიდე. ვერ გამოწმინდე კლავიატურა ხირლაკებს შორის ვერანაირად მტვერი. აგერ ის შეხედეთ before მტვერს აფიქსირებს, ხო? ახლა გამოვთავ. ნახოთ ახლა როგორ აიხებს. ხალხო, მართლა მოაშორა, იმ ადგილას მტვერი საერთოდ აღარ აქვს. ესეც მეგობრებო, საბოლოო რეზულტატი სუფთა კლავიატურა. უგაკ ერთი ეგრე გამომჩენია. ეგ არის. დღეიდან გვექნება სუფთა კლავიატურა. და რაც მთავარია, რა კლავიატურაზე მთავარი, ფანების გაწმენდა ყოველთვის არის საჭირო კომპიუტერში. აკი ძალიან ბევრი მტვერი იღადა აკრობებული. იმიტომ რომ არ მქონდა მტვერსასრუტი ეს რო ამომეწმინდა. ტელეთ კი ვწმინდავდი, მაგრამ ყოველჯერზე მაგას ვერ გამოიყენებ აქ. ასე რომ ეხლა ამ ფილტრს მოვაშორებ და ვნახოთ ამის გარეშე როგორ იზავს. და ჩოთქს.
აი აქ რამდენი მტვერია ძმა. მაგ ისეთი ადგილია ჩოთქით ჯობია. გავაკეთოთ. იქ კარგად ვერ მივდექი ამით. ეს მგონი ჯობია რომ ასე გადმოვწმიდოთ. ესეც რეზულტატი მეგობრებო გასუფთავა ეხა იმაზე ვკეთ რა როგორც იყო ნამდვილად უბრალოდ დაჯდა ელემენტი რა ცოტა თხოვნდება ფილტრი და აქეთ მხარე ვერ მოვასწრებ ნუ მე გამოვასწრებ მაგასაც არაა პრობლემა საბოლოო ჯამში მეგობრებო შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ტერსას ფრუტი ნამდვილად მუშაობს რა თავის საქმე გააკეთა რა Я მტვერნავ ფილტრში აბა. აი. ამდენი მტვერი ამოუღია. ამას მოგანით გავწმიდავ. და შემდეგ იმ მეორე მხარესაც ამოვასუფთავებ. უბრალოდ ახლა ეს დასატენია რა. დავტენოთ. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ კვირსასრუტი მაგარია. უჯერაში. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის უკვე ფარდის განათება. საკმაოდ განათება გამოვწერე ფარდისთვის. 50 მეტრი მგონი, რომ არ მახსოვს რამდენი იყო. სადეწერება ამას ეგ 3-2-ზე ხო 3 მეტრი 2 მეტრზე 50 მეტრიანი არ არის თავისი პულტის მოყვება ამას საღამოს გავაკეთებ მეგობრებო და საღამოს ვნახავთ ამის რეზულტატს მანამდე კიდევ რა გვაქვს ბოლო ნივთი მედი აღარ არის შეგნით არის ეს უკვე წერტილოვანი განათება რომელიც უნდა იყოს 50 მეტრი. აი ასე გამოიყურება ეს ყოველივე და ეს რა 4-ია. ელემენტებზე მუშაობს მეგობრებო. ეხლა ვჩავდებ და ნახოთ მაშინ მუშაობს თუ არა. საბედნიეროდ მაქვს ჩემად იმ დაწამოღებული ელემენტები საკმაოდ ბევრი. ეს ერთი ეს მეორე და ესეც მესამე. ჩაიდო დავკეთოთ. მშვენიერი მუშაობს ფილფერებზე ზუსტად როგორც გამოვიწერე. ამასაც დღეს გავაკეთებ ნაძვის ხეზე და რეზულტატს განახებთ. დაჟე ირთვება თან. და ელემენტებზე რო ძალიან კარგია, იმიტომ რომ შესაძლებლზე გადაჭიმა აღარ დაგჭირდება, უფრო ლამაზად იქნება.
კაი, როგორ გამორთვე ახლა? დიდხან დაწერეთ ერთის შეება. სერიოზული, სტანდარტული, თან თავისი საკითხიც აქვს, თუ რამეზე გინდა ჩამოგედება. ესეც მომეწონა და რეზულტატს ვნახავთ მე ასე რომ დალაიქეთ მანამდე ვიდეო, გამოიწერეთ ეს არხი და გააქტიურეთ აუცილებლად ზარის ღილაკი. იმისათვის რომ არ გამოდოთ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები. ეხლა ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და დაგებრუნდებით განათლებებით.